ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიფინგს მართავს პირდაპირ ეთერში ვრთავთ უწყებას. მოგესალმებით, როგორც მოგეხსენება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს მის ყველა სამართალდამცავ უწყებას უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს. დღეს მინდა საზოგადოებას მოვახსენო კიდევ ერთი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ და აქვე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს. მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულების სქემაში ჩართული 91 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულების შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდით ახდენდნენ. მათ შორის იყენებდნენ როგორც ინტერნეტ აპლიკაციებს, ასევე ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. ნარკოდანაშავეების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების შრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი და სხვა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. გარდა ამისა, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 9 კილომდე მეტამფეტამინი. ამავდროულად პარალელურ რეჟიმში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ცხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236, 260, 262, 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს. აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს საშელისგან დაიხსნის. ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავების სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით. დიდი მადლობა. Thank you.